2018 წელს ბათუმი 44-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ გააკეთა, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრომსში გამართულ ფიდეს გენერალურ ასამბლეას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ესწრებოდა. ოლიმპიადის ჩასატარებლად ქალაქი კეიპტაუნი იბრძოდა, თუმცა ქართულმა დელეგაციამ სპეციალისტებისთვის აჭარის სათანადოდ წარმოჩენა და მათი კეთილგანწყობის მოპოვება შეძლო. არჩილ ხაბაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობა ეკონომიკური თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგანაც ოლიმპიადის ბიუჯეტი 20 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. რეგიონი კი ათასობით მონაწილესა და მათ მხარდამჭერებს უმასპინძლებს, რაც ტურიზმისათვის ერთგვარი წამახალისებელი ფაქტორი იქნება. კონკურენცია იყო ასე ვთქვათ დიდი, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ძალიან ყურადღებით და აქტიურად კურირებდა, იყო დიდი ნებათაღელვა, ნერვიულობა, მაგრამ ბოლოს ჩვენ დიდი უპირატესობით მოვღეთ, დაახლოებით 2-ჯერ მეტი ხმა ავიღეთ და არ ვიცი, უნდა ჩავატაროთ აუცილებლად ისე როგორც ჩვენ შეგვერის და როგორც ჩვენ გვეკადრება.